ამავე ფანჯარაში გვაქვს ჩანართი replace, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია არა მარტო მოვძებნოთ სიტყვა ან ფრაზა, არამედ საჭიროების შემთხვევაში შევცვალოთ კიდეც ის სხვა სიტყვით ან ფრაზით. Find what ვალში ჩავწეროთ ისევ საძიებელი სიტყვა. მაგალითად, კლავიატურა. ხოლო ის, რითიც ეს სიტყვა უნდა შევცვალოთ, ჩავწეროთ replace with ვალში. მაგალითად, საბეჭდი მანქანა. Find next კლავიშა მოძებნის საძიებელ სიტყვას. Replace კლავიშა კი შეცვლის ამ სიტყვას ახალი ვარიანტით და მოძებნის მომდევნოს. ცხადია, ეს პროცესი შესაძლებელია გავაგრძელოთ დოკუმენტის ბოლომდე. ახლა გავაკეთოთ პირიქით, მოვძებნოთ საბეჭდი მანქანა და შევცვალოთ კლავიატურით. ამისათვის შევუცვალოთ მათ ადგილები. ანუ, საბეჭდი მანქანა ჩავწეროთ Find what ვალში. ხოლო კლავიატურა replace with ვალში. ვიპოვოთ და შევცვალოთ. როგორც ალბათ უკვე შენიშნეთ, replace კლავიშით ხდება სიტყვის ერთჯერადი შეცვლა. ასე რომ, რამდენჯერაც საბეჭდი მანქანა არის ნახსენები ამ ტექსტში, იმდენჯერ უნდა დავაჭიროთ replace კლავიშს. მაგრამ ეს არ არის საჭირო, რადგან ყველა სიტყვის ერთდროულად შესაცვლელად შეიძლება გამოვიყენოთ კლავიშა replace all. და ეკრანზე გამოვიდა დიალოგური ფანჯარა, რომელიც გვატყობინებს, რომ მოხდა 3 ასეთი ცვლილება.